პრაქტიკულ ნაწილში რას უნდა მოვერიდოთ ძირითად შემთხვევაში, რომ ნაწილში რომ ფოტოსმის კარგი არის, მაგრამ რეალურად პრაქტიკულ ნაწილში ბევრი ისეთი დეტალი შეიძლება იყოს, რომელიც გამოუსადეგარი იქნება ცხოვრებაში. ამ მიმართულებით, ვისაც საინვესტიციო მიმართულებით ჭირდება უძრავი ქონების გაქირავება ან გაყიდვა, მაგ ნაწილში რა რჩევები შეიძლება მიცეთ ჩვენს მომხმარებლებს, რომ უფრო მეტად წარმოაჩინონ თავისი უძრავი ქონება ისე, რომ საბაზრო ღირებულება დაწყებით მაღალი ქონდეს. ნახეთ, როცა საინვესტიციოდ აკეთებენ ბინებს, მან ყველაზე მთავარი არის ბიუჯეტი. სამწუხაროდ არ უნდა დიდი ბიუჯეტის დახარჯვა, მაგრამ ეს უნდა გამოიყურებოდეს, განსახილზე უნდა იყოს თვალსაჩინო, როცა დადებ ამ ბინებს გასაყიდად ან გასაქირავებლად, რომ შენი ბინა უფრო გამორჩეულად ჩანდეს. თუ გასაქირავებლად გვინდა, რომ დიდ ხარჯებთან არ იყოს დაკავშირებული ასე გასაყიდად და რემონტი იყოს ადვილად შესასწორებელი, ზოგჯერ ისეთი მდგურებია, რაც ყოველ მაგაწახვის მერე ჭირდება ცოტა განახლება. ამ შემთხვევაში მიყვარს ესეთი პატარა ბინები განსაკუთრებით და გავაკეთებდი პატარა ფერად აქცენტებს, თუმცა ეს არ უნდა იყოს გამაღიზიანებელი. ეხლა ხან ყავდა დამკვეთი, რომელიც აკეთებს გასაყიდ ბინებს და ძალიან მოწონდა აი ბორდოსფერი ინტერიერში, აი ბურგუნდისფერი უფრო სწორად რა ვთქვა, თუმცა ცოტა გადავაფიქრებინე, იმიტომ რომ ჩემთან რომ მოდიან დამკვეთები, ვეკითხები ხშირად რა ფერები მოგწონდა, რა არ გიყვარდა, ყველა ერთ მასე ამბობს, რომ ოღონდ წითელი არაფერში არ გაგვიკეთო. ანუ ეშინია ცოტა მომხმარებელს ამ წითელი ფერის გასაქირავებელ ან გასაყიდ ბინაში ეს შეიძლება შემაფერხებელი იყოს, იმიტომ რომ ფერი მაინც ფსიქოლოგიაზე მოქმედებს აუცილებლად. თუმცა ფერი არის ისეთი რაღაცა, რაც მარტივად შეგვიძლია ეს ბინა გავაკეთოთ განსხვავებული. მასიურად არა, მაგრამ იმ პატარა დეტალებში, რაც შეიძლება ადვილად შეცვალო. თუმდაც ბალიშები, თუმდაც დეკორი, ან კედლის პატარა ნაწილი, რომელსაც შენ გადაღებავ დროთა განმავლობაში თუ არ იქნება შენთვის მისაღები. ალბათ უფრო ესეთი მომენტებია და უნდა რა თქმა უნდა გაითვალისწინო რა ფართან გაქვს საქმე და რამდენი ადამიანი იცხოვრებს ამ ბინაში. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ კონცეპტორის არხი და გააქტიურეთ ზარისხილაკი, რომ არ გამოგჩეთ რჩევები რემონტის და დიზაინის შესახებ.